გამარჯობა მეგობრებო. ახლა იცით რა გამახსენდა და რაზე ვფიქრობ? აი ადრე როცა მთელ წელს ვატარებდით რუსეთში და ბებოსთან ჩამოვდიოდით და ზაფხული იყო ჩემთვის აი რაღაცა ისეთი სასწაული ამბავი და სასწაული მოვლენა. იმიტომ რომ ვიცოდი რომ იქ მელოდებიან ჩვენი ყველაზე საყვარელი ადამიანები და ბებოსთან ვატარებდით სასწაულ დროს მართლა რა ვიცი ის მომენტები არასოდეს არ დამავიწყდება. ბებოს გემრიელი ხაჭაპურები და თონის პურები და დეიდის სტუმართ მასპინძლობა და მოკლედ რა ვიცი ჩვეულებრივად ჩვენი მეორე დედა იყო ჩვენი დეიდა და ჩვენი უფროსი მეგობარი და ნუ რა ვიცი მე აი რაღა ვთქვა პროსტა არ ვიცი საუკეთესო დროს ვატარებდით ხოლმე ზაფხულში. აი ხო და მეგობრებო რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი როცა ხედავ რომ შენი ბავშვობის განუყოფელი ნაწილის ასე ვთქვათ დეიდაშვილების დეების თუნდაც ბიძაშვილების მამიდაშვილების ბავშვებიც ისევ ერთად თამაშობენ და ისევ ერთად ატარებენ ბავშვობას ისევე როგორც შენ ატარებდი შენს დეიდაშვილებთან ერთად. აი ჩემი დის და ჩემი დეიდაშვილის ბავშვები ყველა ერთად თამაშობენ ისევ როგორც ჩვენ ვთამაშობდით თავის დროზე. რა ვიცი 20 წლის წინ. აი რა ბედნიერებაა და რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი საერთოდაც. ისე ბებია ჩემთან, რომელიც უკვე ახლა ამათვის დიდი ბებოა და ესენიც ისევ ბედნიერად ზაფხულს ატარებენ, რაც მთავარია ტელეფონების და გაჯეტების გარეშე. ოღონდ ახლა ცოტანი არიან, ბევრად უფრო მეტნი ვართ, ბევრად უფრო მეტი შვილიშვილები და შვილთაშვილები ყავს ბებია ჩემს. მაგრამ ზოგი სხვაგან არის, ზოგი სხვაგან. მაგრამ ესეც ძალიან კარგია. ბებია ჩემს მთლიანობაში ყავს. შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები 23 ყველა ერთად. და ბებია ჩემი ამბობს ხოლმე რომ აი ამით ვარ ყველაზე ბედნიერი რომ ამდენი შვილები და შვილთაშვილები მყავსო და ჩემთან ჩამოდიან ხოლმეო და რა ვიცი ხა ყველა მხრიდან ახლა რო გავიხედები იქით აქეთ ყველა მხრიდან სანათესაოში აი ეს ერთადერთი დიდი ბებოღა დაგვრჩა. რა ვიცი ძალიან გვიყვარს და ძალიან ვფრთხილდებით. და ასევე თვითონაც ძალიან უყვარს, აი გიჟდება ბავშვებზე, ისე უყვარს ბავშვები, მიუხედავად იმისა, რომ მთელ ზაფხულს აქ ვატარებთ ფაქტიურად. და ფაქტიურად 5 ბავშვი დღე და ღამე აქ ყაყანებენ ფაქტიურად. აი არ მახსოვს ბებია ჩემს არასოდეს არ ვთქვია, რომ რა ვიცი ბატო ხმაურობენ, ან რა ვიცი მე ანუ თამაშობენ ესე ხმამაღლა, ანუ დარბიან, ან რაღაცა პირიქით მე რო ვეუბნები ხოლმე ბავშვებს, რომ ანუ ყვირი ხართ, ან დაასვენეთ ბებო, ან რაღაცა თვითონ მეუბნება ხოლმე რომ რატო ეჩხუბებიო ბავშვებსო ესე არ შეიძლებაო. მას რისთვის არისო ბავშვობაო თუ ბავშვმა არ იხმაურაო. ნუ მოკლედ რა ვიცი. საკმარისია წავიდეთ ხოლმე და ერთ კვირაში გვირეკავს აბა როგორ ხართ ბავშვები როგორ არიანო და ასე შემდეგ. მოკლედ რა ვიცი ძალიან ესეთი მოსიყვარულე ბებო ყავს. წამოდით გარეთ. წამოდით გარეთ. ესე გამიკეთ ესე. ოდი. ვაი, უყურეთ ამას.
მე გეთამაშები? ესე გონია? ესე გონია რომ გეთამაშები? ესე გონია რომ გეთამაშები მე შენ? ხო. Не было еще у нас такой. Нело მოვიდა სამსახურიდან და ეხუტებიან ყველა ერთად. როგორ ხართ? მე და დედა ჩამოვედით თელავში. პატარ-პატარა საქმეები გვაქვს რაღაცეები და მივსეირნეთ. აბარაში, ვაიმე დედა. ვაიმე. ვალი გამიხეთკა. შემაშ. თან კარები ღია, თან სხვისი ძაღლია, თან პირველად მხედავს. შემაშინდა. მოკლედ, მივდივართ ვალდბერიში. არ ვიცოდით სად მდებარეობს, უფრო სწორედ მეფსზე ვნახე და სკრინი გავაკეთე, რა თელავისაზე არ ვარ საერთოდ სად რა არის. მეთქი მივალ ბაზრამდე და იქიდან ტაქსი დავაჯდები და წავალ მეთქი. ვაიმე რა ლამაზია. მაგრამ უბრალოდ დაჭკნა. ხო და ამ დროს ავტობუსით ამოვდივართ. ბაზრის მიმართულებით და დედაჩემმა დაინახა აქ არისო. ეგ ერთადერთი ვალდბერისია თელავში და მოკლედ ბავშვებისთვის რაღაცა შევუკვეთე და ჩამომივიდა. მერე კიდე თბილისში მაქვს საქმე. პატარ-პატარა რაღაცებს ვიყიდით და ავალთ ისე ბაზრობისკენ. იქიდან წამოვალთ ისე სოფელში. ბევრი არაფერი, მაგრამ ესე გავისეირნოთ უბრალოდ. ой, მოვედით. აგერ ყოფილა, მოვედით. ეხა დაკეტილი რო იყოს მართლა. კარგია. არა, ის ფულებს რო ვაძრობ. რაღაცა რო ქარმა გახმო. გერარი თბისიც. ეს იყო ბევრი გორი. თბილისში საქმე მაქვს, ბარათი უნდა ვიღო. ამაზე ამბობდა? აბა ჩამოვედით და რა ვიყიდეთ? ანა, გარგარი ვიყიდეთ? აუ. ისა, მე ვჭამდი გარეთ ნაყინს ჯოხიან და ჩამივარდა მთლიანი რუში. ვაიმე. გიდები და გავიწვა. ვატიმენა. რა კარგი სუნია. ეს კარგია. Coca-Cola. Water. ესეთი რაღაცა მაფინები.
Я один себе взяла, один тебе. Какой хочешь, такой возьми. Мама нам купила зесумзира, შოკოლადის ვაფლი. ესენი მოგიტანეთ, მაგრამ ჯერ ეგენი ჭამეთ და ესენი სხვა დროს. რა მოკნა ნახე სიმართლე. ესენი სხვა დროს ჭამეთ. არა, ისე ვიჭახე. ესენი მოგიტანეთ, მაგრამ ჯერ დამწრები ჭამეთ, ხო? ჩვენ ხო იზოლაცია. ესენი ბარამბოსია. ესეთი სტიკები მოვიტანე, მარილიანი. ეს და კიდე ერთი ზესუმზირა. ერთი ესეთი მაისური ავიღე, ერთი ჩემთვის ავიღე, ერთი თეონასთვის. მაასო. ერთი წუთი, გაშალე. მაასო. არ არის თემუკაშუქი და კიდე кайხანი ერიდება. გაშალება დაიდე. არა დედა ესე უბრალოდ. ამას რა? აბა მეორეც ეს ბეჟის ფერია და ცოტა ისეთია და ეს თეთრია, გაშალე ესეც მოატრიალე. ეს თეთრია და ამას ცოტა სხვანაირი სტილის სახელი აქვს. ბანტერია ამას. იმას კიდე ერთი მაასო აქვს. მე მგონი არ არის ცუდები. არა, კაიგებია საყვარელი. და კიდე ბავშვებს ვიყიდეთ ესეთი. აბა ვის უნდა ბავშვებო? აი ესეთი ტარტალეტკები და ესეთი ტრუბაჩკები. მელო, ტრუბაჩკები. არ მინდა შეტო. მე მინდა. მიდი თეფშები მოიტანე და ერთი სამი თეფში მოიტანე. ესეთი ტარტალეტჭკები პატარა. ტარტალეტ კარ მახსოვს არ ვიდა, მაგრამ ტრუბაჩკა ვიდა ლარი და 80. საბა ხვალ დაურეკავ მასწავლებელი. რომელზე? ბაბა მოთხიდა. რა? არა, საროვი პაციები არა დედა. ეს ნიუ ტარტალეტ ვისა ტრუბაჩკა დაედევა, მოდი აბა, ის რა გინდათ. Только кушаем до конца, батону Тимури. До конца. А можно мне маленькую? Какую? Отрезать. Отрезать можно, да. Подожди. Начинение. მე დუქი შევისხი ერთი და მე რო გამიწიწდა ხელი თუ არა, არ მახსოვს თე. ხო. აბა გოლია. ეგ მალინა და ისე ჭამება. აბა მიდი, აბა მეცენია გოლია. ეგენი მე მიყვარს. მალინა არ ვიცი, მალინა კისლა. მაშინ ცოტა მერე, კაი? ცოტა მერე. რატო ხო გიყვარს ტრუბაჩკები? ცოტა მერე. გებრიელია დე. ტრუბაჩკები? გუსნა. მეგობრებო, ხა მოვედით სახში და უკვე თითქმის ვამთავრებდი ვიდეოს და გამახსენდა რომ ერთი რაღაც არ მოგიყევით. დღეს თელავში რო ვიყავით საყიდლებზე, ბაზრის მიმდებარე ქუჩებს ჩამოვდიოდით და მე და დედა ჩემი რაღაცას ვყიდულობდით, არ მახსოვს ახლა. პომიდორს თუ რაღაცას. და ამ დროს ჩამოიარა ჩვენმა მაყურებელმა, რომელმაც შორიდან დაგვინახა და რომ მოგვიახლოვდა, ისე გაუხარდა ჩემი ნახვა, რომ რა ვიცი. ძალიან ბევრი თბილი სიტყვები გვითხრა, წარმატებები გვისურვა, ჩემი გოგოებიც მოიკითხა და რა ვიცი, მოკლედ ძალიან თბილი ქალბატონი ბრძანდებოდა და ძალიან ისეთი გულიანად კეთილი სიტყვებით და რა ვიცი, კარგი განწყობით იყო ძალიან ჩვენთან და ყველაფერი საუკეთესო გვისურვა, რაც კი შეიძლება უსურვა, აი რა ვიცი. ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტესად რომ ფაქტიურად უცხო ვარ, მაგრამ ნუ ეხა მიცნობენ ასე თქვა ჩემი YouTube სერიალიდან და ძალიან სასიამოვნოა ასეთი თბილი სიტყვები, ასეთი კარგები რომ ყავხართ. ნამდვილად რომ არ მიცნობთ, მაგრამ მაინც ძალიან ყურადღებიანები ხართ. და რა ვიცი, რამდენიც არ ხვდება ხოლმე, ყველა ძალიან კეთილად არის განწყობილი ჩემს მიმართ და ძალიან მადლობელი ვარ მეგობრებო, ასეთი კარგები რომ ყავხართ და ნამდვილად ღირს ამ საქმიანობის გაგრძელება, როცა ვხედავ, რომ ესეთი დადებითი ენერგეტიკა მოდის თქვენსგან და ნამდვილად უღრმესი მადლობა ყველას მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ. ძალიან მიყვარხართ. მადლობა ძვირფასებო. ასე რომ მახარებთ და მაბედნიერებთ.
მოდით ამით დავამთავრებ მე ჩემს ვიდეოს, რადგან რამდენიმე დღის პირველ განაკვეთში შუქი არ გვექნება და შესაბამისად ინტერნეტიც არ იქნება. იმიტომ რომ რაღაცებს აკეთებენ, განათებას, სოფლის განათებას აკეთებენ, რომ თუ არ ვწდები ხოლმე მგონი. და ამიტომ რამდენიმე დღის პირველ ნახევარში შუქი არ გვექნება. შესაბამისად ინტერნეტიც არ გვექნება, როგორც თქვი და ასე რომ ვეცდები რამენერად მალ-მალე ჩაგიგდოთ ხოლმე ვიდეოები. ეხლაც ძალიან გრძელი არ გამოვიდა ვიდეო, მაგრამ დღეს ჩავაგდებ და ხვალაც ჩაგიგდებთ, ასე რომ ჯობია ესეთ პატარებს ჩავაგდებ, მაგრამ ყოველ დღე ვიქნები ხოლმე თქვენთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მწერთ ხოლმე, რომ აი გუშინ არ იყავი და რატო არ იყავი და ალბათ აი ივნისში ალბათ ერთი თლიანობაში რო ავიღოთ მთელი თვე, სულ სადღაც 4 დღე გამოვტოვე ალბათ ისე რომ ვიდეოები არ ჩავყარე. ასე რომ აი ესეთი ვთქვათ, კაზუსები რო არ იყოს, ჯობია ყოველ დღე ჩავაგდებ, მაგრამ ცოტა შევამოკლებ. მიყვარხართ ძალიან, მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. იმ ხალხს, ვინც ყოველ დღე მიყურებს და აი ესეთი ძალიან კეთილი სურვილებით არის ჩემს მიმართ განწყობილი. ძალიან მიყვარხართ. კიდევ და კიდევ გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ბევრი ლაიქები, ბევრი კომენტარები, წარმატებები ყველას.